გამარჯობათ. 2025 წლის 23 ივლისია. ვაკის პარკში ვიმყოფები ამჯერად თბილისში. ვისაც გახსოვთ ამ პარკის სრული აბრევიატურა, ალბათ დამეთანხმებით რომ არ ვცდები. ეს იყო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი და მათი სახელობის პარკი. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყოველთვის სცემდნენ პატივს ქართველ გმირებს, რომელ ომშიც არ უნდა ყოფილიყო, ის გარდაცვლილი აქ ჩვენთან, ჩვენს დამოუკიდებელ სახელმწიფოში ჯერ კიდევ შემორჩა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სხვა ბევრ ქალაქშიც ასეთი სახელობითი პარკები. დღეს ვაკის პარკში, ეგრეთ წოდებულ გამარჯვების პარკში მორიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და მე ვეცდები განახოთ რა ხდება ამჯერად და რა მდგომარეობაშია ეს პარკი. ეს სიმბოლური ნამუშევარი ალბათ ყველას გახსოვთ, განსაკუთრებით ჩემი თაობის და უფრო ადრინდელი თაობის ადამიანებს, ვინც ვაკის პარკში ხშირად დავდიოდით ხოლმე ბავშვობაში. დღეს მის ქვევით ასეთი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შეფუთულია, წეღანდავს თქვი, სახელდახელოდ უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ეს ლურჯი ტენტით არის შეფუთული. დიახ, ეს არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელიც არ აუღიათ და რომლის დემონტაჟიც არ გაუკეთებიათ, განსხვავებით იმ მეომართა ძეგლებისგან, რომლებიც ამ კვარცხლბეკებზე იდგა 1 2 3 4 აქეთ და 1 2 3 4 4-იც აქეთ. აქ იდგა დაჭრილ დასახიჩრებულ ჯარისკაცთა და სხვათა შორის მეომართა ძალიან საინტერესო ნამუშევრები, რომლებიც დიდი მიხვედრა არ უნდა ალბათ ვის დროს მოხსნეს და დღეს ის ძეგლები, ის ნამუშევრები, ვინც არ იცით, გადატანილია გორში, ქალაქ გორში, გორის ციხის ქვევით არის პატარა მონუმენტური სკვერი გაკეთებული და იმ სკვერშია გადატანილი. გარდა ამ უცნობი ჯარისკაცის საფლავისა. ხედავთ, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ალბათ ისიც კარგად გახსოვთ, რომ ამ იმპროვიზირებულ კიბეებზე ულამაზესი ჩანჩქერი ჩამოედინებოდა და მისი აღდგენა ახლაც გეგმაშია და აქ ისევ დაბრუნდება ის ძველი და ძალიან ლამაზი ჩანჩქერი. მე იცით რომ ძალიან მომწონს ეს ნამუშევრები, რომელიც მოზაიკური ნამუშევრებია, ფილები და საქართველოს დროშის ეს კომპლექსია მთელი გაკეთებული ამ მომავალი შადრევანის ქვეშ. მოგეხსენებათ ვაკის პარკის გავლით, ზედასივრცის გავლით, იქ აქ ზემოთ კუსტბა, ვინც არ იცით, კუსტბაზე ადიოდა, დაგვემთხვა ახლა საბაგირო გზა. ეს საბაგირო გზა ახლაც მუშაობ მდგომარეობაშია, ის სულ რამდენიმე წელი აღდგა და ამ საბაგირო გზით დღემდე შესაძლებელია ჭავჭავაძის გამზირიდან კუსტბისკენ ძალიან მშვიდობიანად საოცარი ხედების ფონზე ასვლა და კუსტბაზე მოხვედრა. როცა ამ პარკის რეაბილიტაცია დამთავრდება, კიდევ ერთი ულამაზესი ხედი გაიშლება ამ საბაგირო გზის კაბინებიდან ვაკის პარკზე, ვიდრე კუსტბაზე ავლენ თუნდაც ტურისტები და თუნდაც უბრალოდ ქალაქის სტუმრები. ეს კი მონუმენტის ქვემოთ, თვითონ პარკის სრულ პერიმეტრზე ერთხელ უკვე რეაბილიტირებული, ამხელა სიტყვა, ესეთი შადრევანის კომპლექსი, რომელიც დღეს ისევ დაჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ
უამრავი შრომა და ფულია ჩადებული აი ამ შადრევანის რეაბილიტაციაში. ესე ბოლომდე ცენტრამდე ასია. ამოხლა გადავინაცვლოთ ცენტრში, იქ სადაც რამდენიმე წლის წინ ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რომელიც სვავებმა და ტურებმა, რა თქმა უნდა, ისევ სათავისოდ გამოიყენეს. მე მოგიყვებით ამ ტრაგედიის შესახებ და განახებთ იმ კონკრეტულ ადგილსაც. მაგრამ ვიდრე იმ ადგილამდე ჩავალთ, არ შემიძლია რომ არ განახოთ ესეთი ქართული ორნამენტებით, ეს ბორჯღალო ხედავთ ხო? კითბურნისის ჯვარი. მოკლედ, აი ძალიან ქართული ორნამენტებით გაწყობილი მოსასვენებელი სკამები. ეს კიდე არც ისე ახალი, მაგრამ ჯერაც ახალი ქვია ამ ყველაფერს დასუფთავების სამსახურის მიერ, თბილისევის ჯგუფის მიერ ორგანიზებული ერთჯერადი პარკებით გაკეთებული ნაგვის ყუთებია, რომლებიც თითქმის სრულად დგას ქალაქში და ძალიან პრაქტიკულია. მე როგორც ვკითხე, თბილისის მეეზოვებს ძალიან პრაქტიკული რაღაცა და აი ამ რეაბილიტაციის პერიოდში მყოფ პარკსაც მაინც ეთყობა სისუფთავე და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ სისუფთავის დაცვა ყველას მოვალეობაა და ეს არ არის მხოლოდ მეეზოვების ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი პროფესიის ხალხის პრობლემა. ეს არის ყველას ჩვენი პრობლემა. ეს ევროპელობას რო ითხოვენ, ხო იცი, ევროპელობა იწყება ნაგვის არ დაყრის სწავლიდან. წავედით ახლა იმ ადგილისკენ. რა შევამჩნი, იცი, თითქმის ყველა ადგილზე, მოსასვენებელ ადგილზე სხვადასხვა ორნამენტებია გაკეთებული. ნახე, ესეთი საინტერესო ორნამენტები აღმოვაჩინე ამ შემთხვევაში. ნახე. წესით ეს უნდა გაგონებდეთ ქართულ სტილს. იქით ამ ხარესაც ყოფილა, ანუ ყველგან სადაც კი მოსასვენებელი სკამებია განთავსებული, ყველგან არის მსგავსი ტიპის ქართული ორნამენტებით მორთული ადგილები. ისე როგორც მთელი საქართველო, არც თბილისი, მიუხედავად შუა ზაფხულისა, არ განიცდის ტურისტების ნაკლებობას, არც ადგილობრივების. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა 6 საათია, არა 7-20 წუთია და მზე ჯერ არ ჩასულა, ცხელა, ქალაქში 40 გრადუს სიცხეა, ვაკის პარკში მაინც ასეირნებენ ბავშვებს და იქ ზევითაც თამაშობენ. აი, ესეც ის ცენტრი ვაკის პარკის. სულ დააკვირდებით მოკირწყლულ მინდორთან ერთად, აგერ წითელი ქვიშით, ესეთი ძალიან მარტივი გზებია გაკეთებული და ძალიან სასიამოვნო. ეს კი ტრაგედიის ადგილი, სადაც რამდენიმე წლის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ულამაზესი ქართველი გოგონა სიცოცხლე. 14 წლის მარიტა დაიღუპა აი ამ ადგილზე, წყალში, შადრევანში, აი ამ კაბელების უპასუხისმგებლოდ ჩაყრა ექსპლუატაციის გამო. რა თქმა უნდა, დასასჯელები დაისაჯნენ და დღესაც ციხეში არიან, იმიტომ რომ ის უყურადღებობა და ის უპასუხისმგებლობა, რასაც იჩენენ ხოლმე მსგავს შემთხვევაში სამუშაოების შემსრულებლები, აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი. მას შემდეგ აი ეს ულამაზესი შადრევანი გაჩერებულია და აღარ ფუნქციონირებს. იმ დონეზე ახალ ფუნქციონირებს, ნახე, ხეებია უკვე ამოსული. და ბალახებია ამოსული შადრევნის ცენტრში. თუმცა, როგორც გითხარით,
ვაკის პარკი, გამარჯვების პარკი რეაბილიტაციის რეჟიმშია და ეს ადგილიც რეაბილიტაციას ახლიდან ექვემდებარება. პანორამასაც გაჩვენებთ ახლა მოსასვენებელი ადგილების. ესეთი პანორამული ხედი გავაკეთოთ. დღემდე შენარჩუნებულია აი ეს ხეივანები, სადაც ესეთი ჩრდილში დასვენება შეუძლია ყველას. ამ ხვად სიცხეშიც კი ესეთი ლამაზია მიუხედავად რეაბილიტაციისა ჩვენი ვაკის პარკი. აი აქეთაც. და როგორც ჩანს ეს ყველაფერი ისე როგორც ბევრი სხვა რამ კარგად გაითავისეს ჩამოსულმა ტურისტებმაც საქართველოში ან მაგალითად ომს გამოქცეულმა დეზერტირმა უკრაინელებმა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დაცვის მაგივრად საქართველოში კაიფს ამჯობინებენ თავის მოსისხლე მტერ რუსებთან ერთად. რა თქმა უნდა, მათთან ერთად არიან რუსეთიდან გამოქცეული დეზერტირებიც, რომლებიც აი აქ ქართულ რესტორნებში ტკბილად ერთად სხედან და ქართველების შუამავლობით ერთმანეთს ეფერებიან და მშვიდობის აღგზავნებსაც სვავენ ვინძლო. კარგია, ასე უნდა იყოს საქართველოს ხო? მშვიდობის 64-ია ამ დიდ ჯოჯოხეთში. ეს კი საბავშვო ზონა, კონკრეტულად პატარებზე გათვლილი, მათი გასართობი ადგილია. იქ ხედავთ ბოლოში უამრავი კარუსელია, ეს ძალიან დიდი ხანია ესენი არსებობს აქ და ესე ერთობიან სხვადასხვა ეროვნების ბავშვები. რა თქმა უნდა, გამეხარდებოდა რომ ვაკის პარკში ბევრი ქართველის პატარა დარბოდეს და ალბათ დარბის კიდეც აი ამ სილამაზეში. შეხედეთ რა ლამაზია ყველაფერი. შეხედეთ. აი ეს საღამობით ხედან ხოლმე პიკნიკებს აწყობენ. ერთობიან, სუფთა ჰაერს უმთავრად მიუხედავად იმისა, რომ ვაკის შუაგულში ვიმყოფებით, ამ ადგილზე ნამდვილად არის სუფთა ჰაერი. ხო, აი იქ მივდიოდით, სადაც საბავშვო ზონა. თუმცა სანამ საბავშვო ზონას დაგათვალიერებინეთ, მინდა გაჩვენოთ ეს გაფრთხილება ქალაქ თბილისის მერიისა და თქვენს რო იცოდეთ რა. სიგარეტის წოვის შემდეგ გადაგდებული ნამწოვი 5-10 წელი ძლევს ნაგავში. პლასმასის ბოთლი აგერ წერია 450 წელი. ალუმინის ქილა, იმ მაგალითად ისეთ საწამლავები როგორც არის კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, ალუმინის ქილებში, Red Bull XL და მსგავსი სახის საწამლავები 200-დან 500 წლამდე ძლევს მიწაში. ქაღალდი ყველაზე უწყინარი ყოფილა აგერ ერთ თვეში უკვე აღარ არსებობს. მინა ხალხო. დააკვირდით რამდენი წელი წევს. რა მაცინებს. ბატარეები, ჩვეულებრივი ბატარეები. ბიოლოგიური ნარჩენები იცით რაც არის. ჩვეულებრივი რეზინი, ტყავი და პოლიეთილენის პარკები. 200-დან 1000 წლამდე. ხო, ეს მოწოდება ალბათ გჭირდებათ, ხო? გაუფრთხილდით გარემოს და ამისთვის ამათი გაფრთხილება რომ არ დაგჭირდებათ, მერე ვიქნებით უკვე ევროპა. ესეც საბავშვო ზონა. რატო გამურთე? კარგი ფონი იყო, ძლივს ქართული რაღაცა გავიგე, შეგაცო. ესეთი შენ ხო დარწმუნებული ვარ.
აი ესეთი ქართული სიმღერების ფონზე ესეთი საბავშვო ზონა არსებობს, სადაც აი სიმბა დაუმატებიათ როგორც ჩანს ატრაქციონები და კარგია რომ ესეთი ქართული მუსიკა ჟღერს, ქართული საბავშვო მუსიკა იმ ზონაში, სადაც ყველა ერის ბავშვები დადიან და ერთობიან. ნუ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ახლა ჯერ 6 საათია და პარკი რა თქმა უნდა თითქმის ცარიელია, მაგრამ აქ საღამოობით უამრავი ხალხია. აი შეხედეთ რა ლამაზი ზონაა გაშენებული ბავშვებისთვის. ესეა. ესეც საბავშვო ზონიდან გამოსასვლელი ველობილიკი. ინფრასტრუქტურულად ძალიან კარგად გამართული. ესეც ძაღლების ზონა როგორც ჩანს. გასოს ერთხელ გამოგზავრეთ მზიურის პარკშიც არის ცალკე გამოყოფილი ზონა ძაღლებისთვის, აქაც ყოფილა, არ ვიცოდი. აი ასეთი ლამაზია რეაბილიტირებული ნახევრად ვაკის პარკი, გამარჯვების პარკი, ვეტერანთა პარკი, რა ვიცი რა არ ერქვა ხოლმე ამ პარკს. ხო და ესეც პატარა მოგზაურობა ვაკის პარკში, იქ სადაც ჯერ კიდევ დგას უცნობი ჯარისკაცის საფლავი და სარემონტო სამუშაოების შემდეგ სავარაუდოდ სრულად აღდგება ეს ყველაფერი და როგორც ვიცი, ეს ერთ წელიწადში გაწერილი პროექტია და სრულად უნდა დამთავრდეს ამ 1 წლის განმავლობაში. არ ვიცი ხა აქ რომელი ძველი გაკეთებულია და რომელი ახალი, მაგრამ რაც ჩანს, ესეც ახალი რეაბილიტაციის შედეგია. აი ეს მაგალითად ვაკის პარკის თავარი ჩამოსასვლელი ჭავჭავაძის გამზირიდან, აი ეს ადგილი, აი ეს შადრევანი, შეიძლება დიდი ხანია მე არ ყოფილვარ ამ პარკში, მაგრამ ჩემთვისაც კი ახალია. აი ეს ადგილი. იმიტომ რომ ეს შადრევანი აქ ნამდვილად არისო. ეს საერთო ფონი ვაკის პარკის გეცნობათ ეს ვეფხვები? აბა ვინც გამოიცნობთ ეს ვეფხვები საიდან არის? ერთი წიგნი საჩუქრად ჩემი გადაეცემა იმ ადამიანს, ვინც პირველი გამოიცნობს ამას. ესეც ჭავჭავაძიდან ჩამოსასვლელი იმ ქუჩიდან, სადაც ახლა მიმდინარეობს დიდი რემონტი. მესხის სტადიონიდან დაწყებული, უпроსოდ კუსტბიდან კი არა, ბაგების ჩამოსასვლელიდან დაწყებული უდიდესი რემონტი მიმდინარეობს. ხო, ესეც შუშემოპირებისთვის გაკეთებული სპეციალური ბილიკები, ვაკის პარკში ჩამოსასვლელი და ეს ტირიფების ულამაზესი ხეივანი. შეხედეთ? ძალიან ლამაზი ხეივანი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მე ძალიან დიდი ხანია არ ყოფილვარ ვაკის პარკში ასე სამოგზაუროთ, ასე ქვია ამ ყველაფერს და ნუ ბევრჯერ გამივლია გვერდით, მაგრამ ასე რომ საფუძვლიანად დამეთვალიერებინოს, კარგა ხანია არ ყოფილვარ. კარგია, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს რეკრეაციული ზონა საბოლოო ჯამში აშენდება, დამშვენდება და ძალიან ბევრი ასეული წელი გაძლებს და გაუძლებს თაობებს, რომლებიც მოუფრთხილდებიან მას. კარგი იქნება თუ ამ თაობებში ჩვენი შვილები, შვილიშვილები, ძმისშვილები, იმათი შვილები, ნათესავები, ახლობლები ჩართული იქნებიან თავიდან ბოლომდე. არავისთვის ეს პარკი არ გვენანება, არც ერთი ტურისტისთვის საქართველოს არც ერთი კუთხე არ გვენანება, მაგრამ როგორც წესი, როგორც მოსვლით გაგვახარებენ ხოლმე, ისე რომ გაგვახარონ წასვლით, ეს კარგი იქნება.
თუმცა ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, საქართველოს ვისაც ეყვარება ჩვენ ქართველები, მათ ყოველთვის დავაფასებთ. ვისაც საქართველოს არ ეყვარება კიდე და ვისაც საქართველოს მტრობა უნდა, მათი სახელი და გვარის მიუხედავად, რაც არ უნდა ქართულად ჟღერდეს მათი სახელი და გვარები, ყოველთვის საკადრის პასუხს გავცემთ. ზოგჯერ ღიად, ზოგჯერ ფარულად. აბა